მოგესალმებით ყველა სტუდია მაესტროს ეთერში კვლავ ეთერშია გადაცემა ერთი დღე თუ ვინაირს დღეს ჩვენი რესპონდენტი ამას სულ ცოტა ხანში გაიგებთ აი ხა ამ ადამიანს რომელიც ჩემი მოსახელია გადმოყავს ბავშვი მანქანიდან და ჩვენ შეხვედრა მოგვიწია საბავშვო ბაღთან ეს კი ტრადიციულად როგორც ხდება ხოლმე კარს გვიღებენ და ამ შემთხვევაში მანქანის კარი გაგვიღოთ დილით ძალიან გეხვეწოდი შემოსიხარო ყოველ დღე ესეთი სცენაა ხოლმე რა მომენტია იცი რა ეს არ გადაგები და ახალი წელი გადავეცი ბაღი არა აჰა მე სუტირის ხოლმე დღის განმავლობაში აქსანა იშველი ანდრო დეშინ გამიკეთე მე ხომ გთხოვე რა დღეს არ იწია მოდი ერთი ეს შენ გამიკეთე საჩუქრა აბა ვინ გამიკეთა არ გამიფუჭო რა გეხო თავიდან ვიტყოდ ესე იგი დილას უნდა მომენტი გიყვანა ჩქარება დედა კაი რა გთხოვ რა ვერ წაგიყვან ინსტიტუტში უნდა წავიდე იქო ვერ წაგიყვან ვაიმე ყოველ დღე ესეთი დღეები გაქვს აუ დავშე თორე უნივერსიტეტს მოგვიანდება თან ავედით ძალიან ცუდად ვარ ხა მე ეგეთი ცივი და არ ვარ ნამდვილად უბრალოდ ესე იგი მე მინდა რომ აი არ ვიცი ხა შენ დედა ხარ და მეთანხმები და ნუ ბაღი ჭირდება და მეგობრები ჭირდება და ეს სახში ჯდომით ძალიან ცოდვა მე ვფიქრობდა აი დატოვების მომენტი უჭირს თორე მე ერთობა ხო მე 5 წუთში ესე იგი გადაერთობა ხოლმე რა მე რომ მიდიხარ მაინც უხარია რომ აკითხა ხო პრინციპში უკვე მიკითხვა მე ვეღარ ვახერხებ ხოლმე და მიკითხეთ მე ძააკითხოთ მაგრამ ძალიან ცუდია კალა. პირდაპირ ესე შეკითხვაზე გადავალ, როგორი მძღოლი ხარ? აი დღის განმავლობაში თქვენ თვითონ შეაფასეთ, მაგრამ ნუ ისეთი მძღოლი არ ვარ, იმედია დღეს არაფერს საფეხბურთო მდგომარეობას არ შევქმნი, არ ჩემთავს არც თქვენ და არც თქვენს, მაგრამ რა ვიცი, ჩქარა უყვარს ტალება. არა, უყვარს ტალება. კარგი. სულდება გადასება ერთი დღე გადავარჩინე. მე მაგის არა ქვია, სტუბილეთ ხომ მაგის გაშაროშება და შენ ჩაფრიტინაკი დამოკი. ხო. მაინც ტიპა ხარ შენ და რამდენი ხოლა? მადლობა. გითხარი რა ფაკულტეტზე სწავლა? მე სწავლობ დიპლომატიის ისტორიის ფაკულტეტში. მეოთხე კურსი გავხმართავ ეს ისტორიის. ხო და ანუ რახან თან ცოტა დრო დავჭა კიდე უნივერსიტეტელი რომ იყო და სტუდენტი რა ფაკულტეტს უბრალოდ არ გავხდი მე შეძლო. ხშირადია. ხო, იმიტომ რომ ისინაც სკოლაში სამჯერ მაქვს ლექციები უკვე. და ამიტომ მინდა რომ ცოტა ბევრი ვიარო რა გავიხანგრძლივო ეს დღეები ასე. და ნუ შენი პროფესიით იმუშავებ მე ხო და თან მეორე პროფესია მომღერალი. არ ვიცი, როგორი მომენტია, იცი რომ გავარჯავა და ხონია რომ აი ეხლა ეს წლები ცოტა ხანი არა, ცოტა შემდეგ. მაგრამ უცნაურად გამოგადაგება ხო ცხოვრებაში. ილაზინავის დაშვები? როცა გუშინელ დღეს ცოტა დაგვიანდა. არ ქონდა რომ გუშინელ. დაიხარი განდიდებ და შენ აი დავყოლა თელი დღე კამერას. ეს არის ჩვენი შტირლიცა, ესე იგი უნივერსიტეტის სული და გული უნდა აღნიშნო. კონფერენციაზე გამოდის. აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას ეწევა. ეს ჩაწყობილი იყო. არა. ჩემ მეგობრებს დავალოდები და მე შევიდე. აი ქვაკ ლექცია. ესე შენი მეგობრები არ არის. არა, ეს ძალიან დიდი ბევრი ვარ.
მოშევდეთ გუგალ ჩემი ორეული კი არა და ესე იგი სამი გაფასოსი არის ეს გაიცად. ეს არის ჩემი მენეჯერი. გამეჯერეთ პრომოუტერი. უბრალოდ არ ვაშხანებ ხოლმე, თორე ჩემი ესე იგი პირა მენეჯერია. სიგნალებში სულ ეს მიგვალებს ხოლმე ამბობს და რაღაცას. როგორც თიკას PR მენეჯერი რაზაპირებ ნაგებები გაქვს სამყარო. შევიკავებ ვისაუბრეს. ეხლა ყავდიორიაში წაყვანილი დამასწრე ცოტა ხანი და ესე იგი მომწყვიტა ამ საოცარ ჯაფას და შრომას და ეხლა არ ვიცი რას მიმწოდებ შემდეგ ეს ჩემ იმასთან გაგვარებს ხოლმე რა ქვია დასასვენებელ რაღაცებს სულიერ მდგომარეობას სულიერ მდგომარეობას მასალია როგორი ამჟამად თიკა სულიერ მდგომარეობას იმაში გაჩვენებლით ესე იგი და სულ რაღაც რამოდენიმე წუთში გაიცემა ერთი დღე კვლავ გაგრძელდება ახლა თიკა იმყოფება ლექციაზე სადაც ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვხვდით თუმცა ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ამისი და ვუნდებით რამოდენიმე წამში წუთში თიკასთან ერთად რა თქმა უნდა მისი ლექციიდან გამოსვლის შემდეგ გიგა უხიანიძე მინდოდა ანტიკა ფაცაცია შემღეროდი? ეხლა სხვა რა გამოდიოდა. ჩვენთან ერთად სიმღერებ? Baby, I love you. You are my life. My happiest moments weren't complete if you were not by my side. You're my relation in connection to the sun. With you next to me, there's no darkness I can overcome. You do so beautifully, baby. I'm so proud to be your girl. Van a cold and messed up world. Ari, ჩემი ინგლისური ტექსტი. ესე იგი, მაინტერესებს ახლა მეტყვით თუ არა რამე ახალს რა ხდება აქ? არც არაფერი. არც არაფერი. უბრალოდ ერთობით. შემოქმედებითად რაღაცებს ხვალდავთ. თუ რამე გამოახო, რა თქმა უნდა თქვენთვის გავაკეთე და თქვენ გამოვა. თუ არა და ჩვენთვის დაგვრჩება, ესე იგი რაღაც სიმღერები და ასე შემდეგ. თიკა შესაძლებლობებზე შენ გვესაუბრე. მე პირადად ძალიან გაკვირვებული ვარ რა, ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს მინდა გითხრა. აბსოლუტურად. შეუძლია რომ ვაფშე საპონტი იმღეროს. ვაფშე იმღეროს რა და არა მარტო იცეყოს და რაღაცა დუცინოს. მეცადინეობ დავდირო ვოკალზე ასე შემდეგ აგერ რაღაცა გავაკეთე მე და გიგამ კიდე და ნუ მომავალ შეიქნება არ ვიცი ხო ხდება რომ იღვიწებ დღეს რაღაცა ეს იდეა მოგდის ან გააკეთებ ან თუ მოგიხდა თუ შეძელი გააკეთებ იდეების მეტი ნაწილი შენ მოგდის ხოლმე საკუთარ თავზე თუ ვინმე მუშაობს ხებიც მაძლევენ იმას რა ქვია ძალიან იცის რა უნდა გააკეთოს აი უცებ დაიბადება იდეა რომ რაღაც მომდი ამას გავაკეთებ შეინჯავდა თუ გამოვა თუ იდეებით სავსე გოგო ხარ რა ზია ჩემია ვერნამერ მომართეთ იდეებზე ძალიან კარგი იდეებს რა არის ახალი პროფესია მე ვყიდი ჩემს იდეებს მომართეთ გიგა კარგად წამდებოდა ძალიან დიდი მადლობა დავირეკე და პაკა აჰა, სად მივდივართ ახლა? შემდეგი გაჩერება იქნება, ესე იგი, ხალბატონი მზია ღამბაშიძის მასთან. საკმაოდ საქმიანი გოგოჩა ხარ და აინტერესებს როგორი ორგანიზატორი ხარ საკუთარი საქმეების, ანუ როგორ ახერხებ ყველაფერი დავუშვათ დღის გეგმაში ჩაატიო ხოლმე და კარგად გამოგივიდეს. როგორ არის, იცი რომ სამწუხაროდ არ ხდება ის რომ მე ჩემი დღის განედი ჩამოვწერო წინა დღეს და მეორე დღეს ვირინო ესე იმიტომ რომ ეს ამერიკელებისგან სამწუხაროდ ვერავით ვიცი ამ ყაიდაზე ვერ გადავედი რადგან ვინაიდან რადგან საქართველოს ვთხოვ მაგრამ ნუ ვცდილობ და მაქსიმალურად აი თუ რამე გასაკეთებელი არის რომ დღევანდელ დღეს არ გადავდო ხვალისთვის და გავაკეთე ხოდა ამიტომ ვცდილობ რომ ყველაფერი, ანუ მთელი დღე ვცდილობ რომ მაქსიმალურად დავიტვირთო, რომ აი რო არ დავკარგოთ
ცხოვრება. რა გამეპაროს. არც ერთი წუთი არ გაგეპაროს. იმიტომ რომ ისინი ხანმოკლია, ისაც ნახევარწილში ვატარებთ, ხო და ის დღე რომელიც გვიწევს მირჩევნია რაღაცა. კარგი საქმეები აკეთო. ამერიკაზე მოგვიყევი, რამდენი წელი ცხოვრობდი? მე ცხოვრობდი 3 წელი ამერიკაში. სწავლობდი, ესე იგი, ბოლო 1 წლის განმავლობაში სწავლობდი თეატრალურ ინსტიტუტში. ანუ დაანომაზე 3 წელი გავატარე ამერიკაში. პირველი 2 წელი ისე ვიყავი უბრალოდ. ჩემი მეუღლე საქმიანობდა იქ და მე უბრალოდ ვახდი მას და მე ჩემი ბავშვიც იქ გაჩნდა, ანუ ბავშვი ყავს ამერიკელი საყვარელი. ხო და ძალიან სხვანაირად ისწავლება და იმდენ რთულად დაიხატა ჩემთვის სახიობობა, რომ ჩამოვედი მე გაგრძელი დიპლომატიის ისტორიის ფაკულტეტზე, მაგრამ კარგი ფიქრია რომ გაგიგრძელებინა და უშეთა შენგან კარგი მსახიობი დავიკარგე. მე ჩამოვედი. თან რაღაცა ჰოლივუდთან ახლოს იყავი. ამერიკაში. მე ჩამოვედი ამერიკიდან, იმდენად უკვე 1 წელი ამ სფეროში ვიყავი თეატრსაც ქვია, რომ ჩავაბარებ თეატრალურ ინსტიტუტში თქვა ვიფიქრე, მაგრამ რატომ გაძ 20 წლის და მითხეს რომ ბებერი ხარ. ხო, ნუ თქვა სიმართლე აბა. დაბერდიო? აი, ეს ბებერი ხარ და არა, ვინ გითხრა? აი, ვინც სანამ ერთნაირად ვედრო, აი ეს მინდა თქო და რა ვქნა თქო და აი ესე დააგვიანი. და ძალიან გული, მაგრამ პრინციპში მე ვიცი ხალხი ვინც მე ინდომებს და მე ესწავლობს ხოლმე მაგ. რამოდენიმე პროფესია გაქვს. ესე იგი მომღერალი, მოდელი, მსახიობი, რაღაც დიპლომატი, იზიებსაც ყიდი. დედა ხარ და ყველაფერი ერთად, უნივერსალი ადამიანი ხარ. სიამოყით აღვივსე. მოდელობა რაღაცას ისახდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, გამოირბენენ ხოლმე ჩვენებები და რაღაცები და ვღებულობ მონაწილეობას. და რაც შეეხება მაინც ყველაზე ხო რას გამოარჩევდი, ანუ რომელ პროფესიას, რომელია უფრო შენთან ახლოს. ამ ბევრ რაღაცას მოვეჭიდე ერთობლიო და ნახოთ რას გავაკეთებ. თუმცა ანუ იგივე თეატრალური გამოცდილება ეხმარება ადამიანს სცენაზე, მომღერალს სცენაზე ჭირდება რაღაცა სცენის კულტურა, სულ სხვა რაღაცა არის და სცენაზე დგომასაც თავისი შნო უნდა, ასე ვთქვათ და რაშიც ვფიქრობ, რომ ეს თეატრალურში გატარებული ჩემი 1 წელი ამერიკაში ისეთი იყო საკმაოდ ნაყოფიერი, იმიტომ რაღაცები შევიძინე, მაინც შევისწავლე. თითქოს აღარ დამთავრდება ლაბირინტები, მესმის ენერგიით სავსე რიტმები. ჯერჯერობით არა, სიმღერაზე ვარ აქცენტირებული ბოლომდე. სიმღერა პარსალია. ეს ჩემმა შვილმა მომიცნო, ესე იგი გუშინდელი დღისთვის, თურმე ბაღში გამიკეთა და დღეს გადმომცეს, დღეს ძალიან ცუდი დღე გქონდა დილიდან, ანუ ისე დავიწყეთ ბრძოლის და ჭიდაობით, მაგრამ იმედია საღამოს კარგად შემხდება მე და დაუბრუნდები სახლში. ძლდება გაიცემა ერთი დღე მივიმართებით მაესტროს ხმის ჩამწერ სტუდიაში, სადაც სიკა რაღაც ახალი პროექტებისთვის ემზადება. ჩემი პედაგოგი მინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი ზია ამბაშიძე. ასე კი აღინიშნოს ლოგო. შეიძლება? Нас много можно к вам? Სამიჯერე აკრო იყოს. არ გინდა ეგ პიში, просто ხარისხიანად არ გამოვაშენ რას გინდა. დაიფიცე? დავიფიცე. აა, მართლა არ გამოვა. კაი. ხმას ძალიან აკარგავს და მე იქნება რაღაც. ეგეც იქნება. ნახე როგორია, ნახე სოლოზე. ესეთია. არა. ვაიკინდა. აბა დამიჯერე რა აქამდე მოღვაწეობდი პროდიუსერის და მენეჯერის გარეშე? დიახ. და ეხლა მოღვაწეობ მათთან ერთად, ესე იგი. და რა გასხოვება? შენთვის უფრო ადვილია დაუშვათ? ჩემთვის უფრო ადვილი თანათან უნდა გახდეს, იმიტომ რომ მე მაინც ისეთი ტიპი ვარ, რომ
მაინც მინდა რომ ყოველთვის საქმის კურსი იყო, რაც ხდება და ნანანა გახდეს, რა ნუ უფრო არა საზრუნავი მომაკლა რა თქმა უნდა, რაღაცები აი მამუკამ გადაინაწილა ჩემი. და მამუკას იდეა იყო და უშით როგორ მოხდა საერთოდ რომ როგორ მოხდა და რა ვიცი, ერთად კონცერტზე ვნახეთ ერთმანეთს და უბრალოდ რაღაც გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და რაღაცები მკითხე მე თვითონაც. რაღაცები დამარიგა და უცებ მომდა შევადარიგებაში. ბარემ მე გაიგეთ თუ რაღაცა ეს და მოკლედ. ასე დაამკვარა. ზია. აჰა, და ანუ შენ განთავისუფლდი იმ რაღაცა აი რაღაცისგან რაღაც საქმეებისაგან, რომელსაც ვაქამდე ვერ ვაკეთებდი. დისკი გაცრავად. შეგიძლია იმაზე. მეორე დისკი გინდა მოქცე იმისთვის. ქორეოგრაფისტვის თუ რა. არა, ქორეოგრაფისტვის მაქვს დისკი უკვე რა. გააქვს შენ ამას დისკი? შეგიწერო რა, გინდა, შეგიწერო. შეგიწერო? არა, არ მაქვს დისკი. შეგიწერო, მე. მადლობა. დიახ, შენ. წავედი, მადლობა. მოვიდა და უკვე აკეთებს ვიცომ თუ რა. 12 საათი ფეხით უნდა ჩავიო. მე მზადები ჩემი, ესე იგი შენ ვარჯიშზე შეგიძლია აღარ წახვიდე. გონია ტკივები დამთავრდა. არა, ეხა იწყება. ინებეთ რა. მოტეხეთ. მომტეხეთ. ეხა სულ წავიდე ხო? მომი დავიჯე. მოტეხე. ცხელი პური. მოტეხე მერე. მე მოტეხა. ხელით მომოტეხა, ვენეგრა მომტეხა. დასაკაკი. ეხლა მე მთელ ენერგიას ვინახავ ვარჯიშისთვის, რომელსაც იხილავთ და გასალახი ყავს ხალხი და ვებზადები. და გაბრაზებს ვინმე? თუ მე მაბრაზებს ათი თავი შეიკავო, იმიტომ რომ ისეთ სპორტს ვეუფლები ეხლა რა. ღმერთო ჩემო და არ ვიცი, ჩემი ხელი მტერს მოხდა. ჩემი ხელი და ფეხი ასე. უი, შეგინდა რომ ხალხი რასაკეთებდი? კაშტი გავისწოდე, შეგინდა რომ ხალხი იყო, ეგ გამომივარდა თავიდან. ეს კი რამდენად ხშირად გიწევს ხოლმე გარეთ ჭამა. ანა ჭამა მიწევს საერთოდ. ისეთია. გაურკვევლად. მოდი გაძევილოპარკ სამზარეულოსთან ამდენად ახლოს ხარ, როგორი კულინარი ხარ, როგორ საჭმელებს ამზადებ? თუ საერთოდ არა. არ ვამზადებ საჭმელებს საერთოდ. სასაჭიროა ჭამა. სასაჭიროა ჭამა. ხო, რა ის დავშვა. ოჯახის წევრებზე თუ ზრუნავ. ოჯახის წევრებზე დილას საუზმესზე ზრუნავ, ჩემი შვილის საუზმესზე და მე ანდროს თიძა. ნასკომე ჭამას ესე რომ გამოდის რომ მე არ ზრუნავ საჭმელს, ხო? სხვები ზრუნავენ ჩემს მაგივრად. მაგრამ არც მე უღიარ მყავს ისეთი რომ გინდა თუ რა დილას 10 უნდა მომზადო 6 საათზე, ასე რომ ისეთი მომენტია რომ ხელშეწყობა მაქვს ოჯახის მხრიდან. კარგი დიასახლის და თავს ვერ უწოდებ. არა, ვერ ნამდვილად. დიასახლის ისეთი ვიცი რომ აი აქაც ვალაგებს იქით რომ რაღაცას ინახავს ამთვისთვის თუ რაღაც ამ დავდავი და თან რომ თვითონ არაჩვეულებრივ ფორმაში არა. არა, ნამდვილად კაი დიასახლის სამწუხაროდ. და როცა იყავი ამერიკაში, იქ ვაკეთებდი საჭმელს. აკეთებდი საჭმელს? ვაკეთებდი, იცი რა, როცა მომენატრებოდა ქართული კერძები ვაკეთებდი ხოლმე და დანარჩენი სუგარეთ ჭამის ხოლმე რა თქმა უნდა. იქ მაგის ქვეყანა რომ სუგარეთ უნდა ჭამოდა. სახში ვაკეთებდი ქართულ საცივით, ბაშე და ასე. ანუ მაინც გეხერხება. ხო, თან ერთმა ჭამა, ჩემთან სტუმრად იყო ჩემი ჯგუფელი მოსული და იქაურზეა საუბარი და რო ჭამა და მე დაბადების დღეზე მხორო გამეკეთებინე მისთვის და ესე გავუკეთე ქართული ბაშე და მთელი ამერიკელი სტუმრები როგორ ეჭამათ ვერ მიხდენ რა. არა მიყეს. ისინი ჭამენ, მე მსხვერპლზე მივდივა, მე ეკონომიაზე. ვიღაცა უნდა გააკეთოს ეკონომია, მე ვაკეთებ. დამაინტერესებს ფორმაში რა იყო. მიხდება ხოლმე ეს დიეტების დაცვა, ვარჯიში. არა, ეს ხა დიეტაზე ხო არ ქონდი ვარ, ნუ თან მინდა ეს ტოტი ვინმე. ეხა იმდენ უნდა ვიშრომო იმისთვის, რომ ცოტა 2 კალორია დავწვარო, აი რომ ნახავთ შემდეგ იმდენ უნდა ვიშრომო. ამის ჭამა იქნება აი თავის მოკლა ესე იგი მე უნდა აღვნიშნო და ამიტომ არც მინდა რა. და საერთოდ გიყვარს თუ არა ტკბილეული რა?
საჭმელიდან. ვაფშე საჭმელი მიყვარს ყველანაირი. გულეულიც მიყვარს, ხო ნისთვიანი რა ის შეშლილი ვიყო მარტო ტიპიოლეულზე რა. სცენაზე დგომა, აი ბევრ რამეს მოითხოვ. ჩვენი პრალობეთობი ჩვენი ურთიერთობი გამოდის სავარჯიშოთ ღამის 6 საათი. ყველაზე კაი ის არის. ეს პროცესი, იმიტომ ძალიან მაგარია ვარჯიში. გაიცამა ერთი დღე დასასრულს მივახლოდა. ემშვიდობები ყველას მალე ერთმანეთს ისევ შევხვდებით და ნახოთ თუ იქნება ჩვენი შემდეგი სტუმარი.